როგორც წინა ეპიზოდში გიყვებოდით, ისლანდიაში სანახაობა არასდროს მთავრდება. სადაც უნდა გაიხედო ყველგან ჩანჩქერია. ზოგი ღრმა ხეობაშია ჩამალული, ზოგიც კი პირდაპირ გზის პირას ხვდება. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და თუ კარგად დააკვირდები, კლდეში ჩამალულ ჩანჩქერსაც იპოვი. ზოგიერთ მათგანთან შეგიძლია ახლოს მიხვიდე. შეაბიჯო ჩანჩქერში და ნახო როგორ ეცემა წყალი კლდის შიგნიდან. არის ჩანჩქერები, რომელიც გარედან საერთოდ არ ჩანს, მაგრამ შიგნით ქმნის განსხვავებულ მოულოდნელ სანახაობას. შეხვალ და თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდები. მაგრამ ამ ყველაფერს თან მოყვება შეზღუდვები და ყველგან შეზღუდვები, რომელიც ნამდვილად ზღუდავს ჩვენ შესაძლებლობებს. წარმოიდგინეთ, მთელი ჩვენი მოგზაურობა არის შიშის და სტრესის ქვეშ გადაღებული. ეს არის გადაღება გადაღებისთვის, შემოქმედებითობის გარეშე. აქ არალეგალური ფრენები ძალიან დიდი ჯარიმით ისჯება და სულ გიწევს ადგილას, სადაც პირველად მიხვედი აკონტროლო ყველაფერი შენს გარშემო. უნდა აკონტროლო, რომ სხვას არ შეუქმნა საფრთხე, რომ არ დაგიჭირონ დრონი ფრენისას, რომ გადაიღო კადრი ჩანჩქერში და არ დაკარგო დრონი. და ამ ყველაფრით დაძაბული აღარ გრჩება იმის შესაძლებლობა, რომ კადრი დაინახო და იგრძნო. წარმოიდგინეთ, ეს შეზღუდვები რომ არ გქონდეს, რა სანახაობას წარმოგიდგენდით. მაგრამ ამ რეალობით და დიდი რისკის ფასად ჩვენ მაინც შევძელით და ეს ყველაფერი გადავიღეთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერივართ, ახლა გაქვთ შანსი დამსახურებულად დააჭიროთ გამოწერის ღილაკს. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის აუცილებელია, რომ გააგრძელდეს ეპიზოდები. ჩვენი გზა კი გრძელდება. მიდიხარ და შენს წინ იშლება უზარმაზარი სივრცეები და ამ სივრცეებში შეგიძლია უსასრულოდ იარო. მაგრამ ჩვენი მთავარი მისია, რატომაც ისლანდიაში ჩამოვედით, არის ამ კუნძულის ხელუხლებელი ბუნების აღმოჩენა. ადგილები, სადაც არც გზა მიდის და ადამიანებიც იშვიათად ხვდებიან. შესაბამისად შეზღუდვებით ნაკლები იქნება. და ამ მოგზაურობის დაწყებიდან 28 დღის თავზე, როგორც იქნა მოვედით ამ წერტილამდე, საიდანაც იწყება მოგზაურობა ჰაილენდებზე. აქ მთავრდება გზა და იწყება თავგადასავალი. მიდიხარ და ყველაფერი იცვლება. მარცხნივ მდინარეა, მარჯვნივ ლავური მინდვრები, წინ კი სივრცეში გაწელილი ფერდობებია, რომელსაც გგონია, რომ ვერასდროს მივახლოვდები. სწორედ აქ იწყებს ცხოვრებას ჩვენი ტაკომა. მანქანა, რომელიც ქალაქებში და ტრასაზე მოსაწყენად გამოიყურებოდა, ახლა თითქოს მიხვდა რისთვის არის შექმნილი. როგორც ძაღლი, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდა ჭიშკრის მიღმა სამყაროს. აქედან იწყება ამ მოგზაურობაში ჩვენი და ჩვენი მანქანის ყველაზე დიდი გამოცდა. ხეობის ბოლოს გზა უფრო გართულდა, დაიწყო აღმართები და ბოლოს გამოჩნდა ადგილი, რომელიც საერთოდ არ გავდა ამ პლანეტას. არც მცენარე, არც ცოცხალი არსება. ისლანდიის შუაგულში ორ დიდ მყინვარს შორის მდებარეობს მთათა სისტემა, სახელად კერლინგარფიორდი. ამ მთების ქვეშ მოქმედებს მაღალი ტემპერატურის გეოთერმული სისტემა. ზოგიერთ წერტილში მიწის ტემპერატურა 150 გრადუსს აღწევს. ეს ადგილი წარმოქმნილია უძველესი ვულკანური პროცესების შედეგად. აქაურ კლდოვან ფერდობებს ქმნის რიოლიტი, მაღალ სილიციუმიანი ქანი, რომელიც ყინულის ქვეშ მომხდარი აფეთქების შედეგად გაიყინა. რიოლიტი ეს არის ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როცა მაგმა ნელად ცივდება ზედაპირთან ახლოს. ამ შერევამ, ცეცხლისა და ყინულის ერთობლივმა ზემოქმედებამ შექმნა ლანდშაფტი, რომელიც დღესაც ცხადად აჩვენებს თუ როგორ იბადება ვულკანური მთები. აქ ზაფხულშიც კი შენარჩუნებულია თოვლი და ყინული, ხოლო მის ქვეშ მიწა თბილია გეოთერმული ენერგიის გამო. ეს ფერები მოდის რიოლიტისგან, სიცილიუმით მდიდარი ქანისგან, რომელიც წარმოქმნა ვულკანურმა აფეთქებებმა ყინულის ქვეშ ათასობით წლის წინ, როცა მაგმა შეხვდა ყინულს და მოხდა უცნაური რეაქცია. ცეცხლმა ვერ გაადნო ყინული და ამიტომ მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც არსად სხვაგან არ მოიძებნება. და სწორედ ამ აქტივობამ შექმნა ფერების არაჩვეულებრივი პალიტრა. ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე ტონებით დაფარული ფერდობები. აქ მყინვარი და თერმული წყლები ერთმანეთთან გვერდის გვერდთან არსებობენ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ტერიტორია 2020 წელს ოფიციალურად გამოცხადა ბუნების დაცვის ზონად. მიწა ისე გამოიყურება თითქოს ჯერ კიდევ ფორმირდება და თუ ოდესმე გიფიქრია როგორია მარსი ან ვენერაზე ყოფნა, ალბათ ზუსტად ასეთი. ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ეკუთვნოდეს ამ პლანეტას. ჯოჯოხეთში ჩამოვედით ჩანთებით. რა აქ უნდა ცოტა ხანი გავჩერდე და მე უნდა წავიდეთ. ყველაფერი დუხს. ყველაფერი თუხტუხებს.
ზოგი ძალიან მოწესრიგებული კემპსაიტია, წარმოიდგინეთ. აი ეს არის შიგნით არის სამზარეულო, ყველაფერი დასაჯდომი, სუფთავანა ტუალეტი. აქ გრილიც კი უდგათ თავისი ცოტა შეშით და ხალხი ყველა ვინც ამ კემპსაიტზე არის იყენებს ეს. არის ღუმედიც, ჯოჯის სარეცხის და ყველაფერი. ახლებით კემპსაიტები ღირს 14-18 евро კაცი ერთი ღამით და უმეტეს შემთხვევაში შედის ვანა ტუალეტიც ხელწყლით და ადგილი დასაძინებლად. Ну, რა თქმა უნდა, სამზარეულოც და ყველაფერი რაც აქ არის რო შეიძლება გამოიყენო. ხშირ შემთხვევაში არის სარეცხი მანქანებიც, გუში მაგალითად საშრობიც იყო და ძალიან კარგად გამოიყენეთ, ეს არ შედიოდა და დაახლოებით 7 евро დაკომატებინეს სარეცხ მანქანაში და საშრობში. Ну, ეგაც არ არის კატასტროფა. ჩვენ ახლა აქ არ ვჩერდებით. და ახლა მივდივართ უკვე F-road-ებზე. ესაც F-road-ი არის, მაგრამ აი პროცენტულად იფილტრება. აქ უკვე ნახევარი ტურისტები ვერ წამოვიდნენ, მაგრამ მაინც დადიან აი დასტერი და ესეთი მანქანები. აქ ზოგს გაუჭირდა კიდეც ესეთ მარტივ გზაზე და აი ეხლა უკვე რო აქედან წავალთ, იქ უკვე ძალიან გაიფილტრება და დარჩება მხოლოდ აი ჩვენაირი ცოტა მაღალი, კარგად მოზადებული მანქანები. და ამას ველოდებით უკვე სულ მოუთქმელად, რომ არავის არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ცოტა ისე ჩვენთვის უფრო ველურ პირობებში გასვლა ენატრება და აი ხა ვაპირებთ რომ წავიდეთ. ჩვენი გზა კუნძულის შუაგულისკენ გრძელდება. ფერთა სამყარო ნელ-ნელა შეიცვალა და გარემო შავმა მიწამ დაიპყრო. გამქრალი ლავის ველებმა ყველაზე მუქი, მაგრამ მეტად მიმზიდველი პეიზაჟები შექმნა. ჩემს წარმოდგენაში ზუსტად ასე იწყებოდა სხვა პლანეტაზე მოგზაურობა. ეს ნიადაგი მთლიანად შედგება გამაგრებული ლავისა და ფერფლისგან. მთელი ეს რეგიონი დღემდე ითვლება აქტიურად გეოთერმულ ზონად. შავი ვულკანური ველები შორეულ ჰორიზონტამდეა გადაჭიმული. იქამდე სადამდეს თვალი წვდება და ჰორიზონტის ბოლოს ჩდება კრატერული ტბა. ეს ტბა შეიქმნა დაახლოებით 1100 წლის წინ, ძლიერი ფრიატო-მაგმური აფეთქების შედეგად. როცა მიწისქვეშა მაგმა შეეხო წყალს და წარმოიქმნა მძლავრი ორთქლის აფეთქება. შედეგად გაჩნდა 1 კილომეტრზე მეტი ფართობის კრატერი, რომელიც მოგვიანებით შეივსო გრუნტის და წვიმის წყლით. ეს იყო აფეთქება, რომელმაც წამებში შეცვალა მთელი პეიზაჟი. მის კიდეები შედგება ტეფრასა და ბაზალტის შერეული ფენებით. სადასტურებს რომ აფეთქება ხანმოკლე, მაგრამ უკიდურესად ძლიერი იყო. დღეს აქ სიმშვიდეა, მაგრამ მიწის ქვეშ ისევ მიმდინარეობს მოძრაობა. ეს ტბა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფრიატო-მაგმური კრატერია ისლანდიაში. ტბის ფერი საოცრად ცვალებადია. ეს ფერი განპირობებულია წყალში გახსნილი მინერალებით და მზის სხივების კუთხით. ტბა ამინდისგან დამოუკიდებლად იცვლის ტონს, მუქი ლურჯიდან ზურმუხტის ფერამდე. ნამდვილი ისლანდია აქ დაიწყო. აი საოცარი ტბა ვნახეთ და ეხლა კიდე მეორე ტბაზე მივდივარ, დაგვაღამდა. არც დასაჩენი ვიცით სად არის, როცა მარსის ზედაპირზე დავდივართ, მაგრამ აი ისეთი არის, რომ
წარმოუდგენელი. აი ამას ველოდებოდი მე ისლანდიისგან. ბევრი სხვა ადგილები ხო ვნახეთ ძალიან ლამაზი, მაგრამ ეს არის აი რაღაცა შავი მიწა და ლურჯი ფერადი ტბები, აუ რა სიგიჟეა, წარმოუდგენელია. შავი ვულკანური ველების გავლით მივიწევთ კუნძულის სიღრმისკენ. ფერდობები ნელ-ნელა უფრო მუქდებიან, პინდი ძალას იკრებს და საღამოს სინათლე ნელ-ნელა იცვლება. ჩრდილები აქ განსხვავებულად ეშვებიან ფერდობებზე, თითქოს აბსტრაქტულ ფორმებს აძლევენ. ეს სანახაობა აქამდე არასდროს მინახავს. ჰორიზონტზე ჩნდება ორი კრატერული ტბა, თითქოს სხვა სამყაროდან გადმოტანილი ფორმებით. მათი წარმოშობა ათასლეულების პროცესის კვალია. აფეთქებები, ლავის ნაკადები და მიწისქვეშა წყლები ერთად ქმნიან ამ გეოლოგიურ სტრუქტურას, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს, როგორ მუშაობს დრო ბუნებაში. ტბის წყალი შავი ფერდობების ფონზე განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს. ღრმა, გამჭვირვალე ლურჯი ტონი, რომელიც ბინდთან ერთად თანდათან უფრო მუქდება. ფერი იცვლება სინათლესთან ერთად, თითქოს თავად ტბა ისუნთქავს დღისა და ღამის შუქს. ფერდობების უკან მდინარის წვრილი ხაზები იშლება, როგორც ცოცხალი ძარღვები, რომლებიც კლდეებში მიედინებიან. ნაკადები შთანთქავენ საღამოს შუქს და ქმნიან მშვიდ, ზუსტ ვიზუალურ კომპოზიციას. ორი ტბა ერთმანეთისგან არცის შორს ასახავს ვულკანური ისტორიის სხვადასხვა ეტაპს. ერთ ჯერ კიდევ ეტყობა ახალი ლავის ნაკადის კვალი, მეორეში კი წყალი უკვე დამშვიდებულია, თითქოს დრომ გააქვავა მისი ზედაპირი. დღის ბოლოს ვდგავართ შუაგულ ისლანდიაში, ათასობით კილომეტრით შორს სახლიდან. გავიარეთ შავი ვულკანური ველები, გადავლახეთ კლდოვანი გზები და ვნახეთ ტბები, რომელიც ბევრ ადგილობრივსაც კი არ აქვს ნანახი. და ახლა ყველაზე მეტად გძნობ მადლიერებას ამ სამყაროს მიმართ, ამ შესაძლებლობებისთვის, რომ ვიყო აქ, ხედავდე და ვიღებდე ამ ადგილებს და რომ შემიძლია ამ ყველაფრის თქვენთვის გაზიარება. დღე კი სრულდება, მართალია ჩვენს გარდა ჰორიზონტზე არავინ ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ დავჩეთ საკუთარ მანქანაში. ამიტომ საჭიროა გზა გავაგრძელოთ და ვიპოვოთ საბანაკე ადგილი. სადავდივართ, წარმოიდგინე. აი წარმოუდგენელი არის. ღრუბლებშიც კი გავიარე, ზემოთ მზე არის, ნუ ჩვენ მზის ჩასვლა არ ქონდა, მაგრამ კრატერია, ეს არის კრატერი რა, ნახე. აი ეს არის კრატერი. კრატერში არის ტბა, ის ტბა კიდე ხო ეგეთი იყო, ეს კიდე სხვა არის. აქ კიდე სხვა არის და იქ არის ძარღვები. ანუ აი ეს კადრები რაც ნახეთ, აი ეს არის ძარღვები. სულ ზემოდან რომ დახედავ არის თეთრი კირის მსგავსი თხევადი რაღაცა მოედინება. აი სხვა მარს გავს თუ რაღაც სხვას გავს. აუ რა წარმოუდგენელია, სად დავდივართ. ანუ გზა საშუალოდ რთული არის, ანუ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ უნება ბიჭო, ნახე შავი მიწა, აქეთ ძარღვები, უკან კრატერი, ოპ. ალაგ დღის შუქზე უეჭველი უნდა მომტრიალდეთ. არ ვიცი, იმედია ბენზინი გვეყოფა. იმიტომ რომ ბევრ ხეტიას ვაპირებ ეფროუდებზე და აქ საწვავი არ არის. გადავავსე ტირამდე და პლუს გვაქვს 12 ლიტრი. ეს არის და ეს. ჩვენ რო წამოვედით, ვულკანი მოქმედი იყო. და სანამ ჩამოვედით 5 დღით ადრე გაჩერდა და აღარ ამოდის. და ყოველ ღამე ვლოცლობთ, რომ ცოტა უცნაურად ჟღერს, რომ ვულკანმა ამოხეთქოს, რომ ჩვენ შევძლოთ გადავიღოთ. ანუ ერთ-ერთი ყველაზე ის არის რა, ვულკანი ჩემთვის, რომ მინდოდა FPV დრონით ახლაში მეფრინა და შეიძლება ერთი დრონი გამეწირა კიდეც. ასე რომ უპირდები ვულკანის ღმერთებს თუ ამოხეთქავს, ერთ დრონს შევწირავ. რა ვქნა ეს სხვა. აი ეს არის ნიშანი, სადაც უკვე 4-4-ზე მანქანები აღარ მიდიან უბრალოდ კარგად მომზადებული, წყლისთვის მომზადებული მანქანები. ახლა ჩვენ აქ ხოდა ჩავუვით. პირველი მდინარის გადალახვა გვაქვს სხვათა შორის. ხელი აბაზანები, რამხელა ბასეინია. მე მგონია ხვალ აქ მოგვიწევს დარჩენა. ხვალაც. მეორე მდინარის გადალახვა და რამხელა კემპინგია. ამჯერეს ხარ ნიშნავს, რომ იმასთან თოქთან უნდა იარო.
სამუშაო დღის ბოლოს ვაგრძელებ მუშაობას ისევ პირადა. მოვნება და მონახვალ კიდევაც კი გჭირდება ანი მოდი. ანებე სამედიცინოს თავი მოდი. ესეთი ამბებიც ხდება რა. ფიქრია ჩაფუთრული კი არის, მაგრამ ზე გამოვიდა. ეს არის ვულკანი და ლავა გაქვავებული, რომელშიც შევალთ ჩვენ აუცილებლად. მაგრამ ჯერ არის ცხელი აბაზანების დრო. თუ შეიძლება სპაში თქვენ შეუკვეთეთ. ოციდან 45 გრადუსამდე არის. ესეთი მონსტრებით დადიან. ჩემი სამუშაო სივრცე და კადრებს რო უყურებთ არის ეხლა მაგათებ დღეისებს ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ და გასაკვირად უღრუბლოცა გამოვიდა ისლანდიაში და ძალიან მაღალმზეში ვერ ვიღებთ. და ეგ არის ვულკანური ტბა, რომელიც გუშინ გადავიღე, მაგრამ ძალიან სიბნელე იყო, ეხლა კიდე მინდა რომ გადავიღე. დღე აქ ვხედავთ და ველოდებით რომ მოსაღამოდეს რომ კაი კადრები გადავიღოთ. აქაურები ესე არ ცხოვრობენ, აქაურები დილით ადგებიან, ყველაფერს მაღალმზეში ნახავენ და აი თელი სილამაზე როცა იწყება, უკვე მიდიან კემპსაიტებზე და იქ ნებივრობენ, ჭამენ, სვავენ და კარგ დროს ატარებენ. ჩვენ აქ ვხედავთ. ეხლა რომ არ მოვუცდეთ თან მუსიკას ვეძებთ არტლისტზე. მუსიკას ვარჩევ და აი ზუსტად აქ ვდგევარ, სადაც ეს კადრია გადაღებული. ეს ადგილი არ აღანს საღამოს და დრონიდან. ვულკანური ტბები ცოტა ხალხი, მაგრამ რაღაცა საათში ერთი ადამიანი, ორი ადამიანი ერთი მანქანა მაინც მოდიოდა და აი ეხლა წამოვედით, გაახედე, აბსოლუტურად კაცი შვილი არ არის. ანუ საერთოდ სადავდივარ და ნახევარ კუნძული არის, ნახე იქითაც წყალი გვაქვს. აქეთაც წყალი გვაქვს. და მე ვიცი რომ აქ არის რაღაცნაირი ტბა, რომელიც ნახევრად გახსნილი არის და მდინარის ხარეს არის და ნახევრად არის დახურული.
აი მაგის საძებნად წამოვედით. არ ვიცი რამდენად ლეგალური არის, იმიტომ რომ გზაზე ამბობენ რომ თუ დატანილი ნომერი არ აქვს, არ უნდა გაიარო. ანუ აშკარად ახლა ვიღაცას გავლილი აქვს და ან რაღა გავლაზე არის ლაპარაკი, კაცი შვილი არ არის. აქეთ საერთოდ არავინ არ დადის. აი თავი მგონია რაღაცა მარსზე ჩამოვარდი და აი მარტო დავდივარ რაღაცა მარს მობილით. აი ის თვარი მგონი. ეხა დრონი უნდა გავუშვათ და გადავიდოთ. გენელი არის, აი ისლანდია არის წარმოუდგენელი. აქამდე თურმე სად ვიყავი რა? ანუ ეს ჰაილენდები არის ყველაზე ისეთი შთამბეჭდავი, რაც ისლანდიაში ვნახე. ძალიან ლამაზი აისბერგებიც ისაც ესაც, მაგრამ ეს არის აი უკიდეგანო სივრცეები და რაღაცა ფორმები და ანუ თითქოს რაღაცა არაამქვეყნიური რაღაცეები ხდება რა, არაამქვეყნიური ფორმებია, იქაც ნახე რა. აი მიაზრე იმას როგორი ფორმებია. და ეხლა ეს რო წარმოიდგინოთ, ერთ 10 წუთში აუფრინდები და ნახავთ ზემოდან როგორი არის. ეს არის ჩათვალე ტბა, რომელიც ერთი მხრიდან არის გახსნილი და აქედან მოდის რძისფერი წყალი და იმას არ უშვებს. შეიძლება სხვადასხვა სიმკვრივის წყალი არის და ერთმანეთს არ ერევა. და ის ტბა მაინც გაჩერებულია იმის მიუხედავად რომ გახსნილია. და აქ მდინარე ჩამოდის. წარმოუდგენელი ნახე რა. აქ დავდივარ თუნჯეროდეს მაგ მისია შესრულებულია. დილიდან გამოსული, აი ეხლა მოვჭით გადაღებას. რა სიტყვი ფიქრო? Cut. ფიქრო დავღალე. მაქსიმუმი ჩავდეს ნამდვილად დღეს თელი დღე ამ კადრებს ველოდებოდით და გაამართა ერთადერთი ძალიან ძლიერი ქარი არის და ნუ ამას ისლანდიაში ვერაფერს ვერ უზავ. ერთი დამატება. თუ გინდა იგზნო რეალურად ქვეყანა და მათ შორის საქართველოც რა, ბუნება თუ გინდა იგზნო, აი ეს ადგილებში უნდა მოხდე და ეს ადგილებში უნდა გაატარო მზის ჩასვლა. ერთი ტურისტი კი არა, ისლანდიელიც კი არ შეგხვედრია. ისეთ ადგილებში სადღაც აი ვულკანურ რაღაცებში დავდივართ და იყო საოცრება, აი მართლა საოცრება. იმის მიუხედავად რომ ყველაფერს მე სულ კადრში გადაღებას იმაში ვიყურები, მეც კი ვხვდები რომ აი ახლა ვარ სადღაც სამყაროს ბოლოში და თან მარტო მე და ფიქრობთ. არავინ, არც ერთი ტურისტი, არც ერთი ისლანდიელი, არც ერთი ადგილობრივი არავინ არ არის ჩვენ გარშემო. ვართ მე ფიქრო და ზე. და ოფროუდი. ეს გაბრუნდეს ჯობია. ბიჭო, რა სულობ, რა. გაბრალი. ჩემიკა ილოცა სანამ ძალიან გადადებულია მდინარე მირიან და იმიტომ გადადებული არ არის. გადადებული შეხედე ტალღებს. ახლა ჯიპი რო ყავს და გადმოვლა რო გერიდება, რა ვიცი.
ახალი მეზობლები მოსულან 76 და Hilux-ით. ფიქრია მართალი იყო. როგორც აღმოჩნდა, დღის მანძილზე მდინარეში წყლის დონე საკმაოდ გაიზარდა და ბანაკში მოსულებს როცა კარავის გაშლილი ჰქონდა და ვემზადებოდი დასაძინებლად, ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც დახმარება გთხოვა. რა თქმა უნდა, დავკეცეთ კარავი და წავედით მისახმარებლად. მაგრამ სამწუხაროდ საქმე ძალიან ცუდად იყო. შემოწმების შემდეგ ვნახე ძრავის ფილტრში შესული ძალიან ბევრი წყალი, რაც ნიშნავს, რომ მანქანა მიიღო თერმული დარტყმა. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც მანქანა შეიძლება მოვიდეს ისლანდიის ჰაილენდებზე. ვერაფერი ვერ უშველე. ია არის და ძრავში იყო წყალი შესული სამწუხაროდ. და არც საბუქსირე ქონდა. მოკლედ ვერაფერი ვერ ვქით. არც წინ ქონდა საბუქსი, არც უკან და ესაც დავთ ტოვებ. ნუ ბანაკთან ახლოს არიან ერთი ეგარი, რომ ბანაკთან რო ახლოს არიან, არაფერი ისეთი არ იქნება. ესენი ისე აღდგანან. გუშინ ჩინელებს ვის აუხსენი ეს სამკუთხედი რა იყო, ანუ როგორ უნდა ენახა სადუნა ენახა და საერთოდ რა იყო სამკუთხედი. ჩინურ ენაზე მე Google Translate-ი დავიხმარეთ და ცუდი გამოცდილება არის. დინარი საკმაოდ ღრმა, წყალი არის ღრმა. არა ეგეთი ღრმაც არის. თავარი არიჩქარო ყოველთვის. დინარში გამოსვლის თელი აზრი ის არის, რომ რაცა უნდა ღრმა იყოს, მაინც უნდა გაიარო ძალიან ნელა. იმიტომ რომ როცა ჩქარა მიდიხარ, წარმოქმნი ტალღას და ის ტალღა უარეს გიშვება საბოლოო ჯამში, უფრო დიდდება წყალი და ამიტომ ძალიან ჩქარა თუ გაივლი, შეიძლება რაღაც მანძილი გაიარო, მაგრამ ბოლოს ჩაგიქრება და ჯობია ნელა გაიარო, არ წარმოქმნა ტალღა. პრობლემად გადაივლი ყველაფერს და მიაქციო ნიშნებს ყურადღება. ეს ხო არ არის შუა აზია, სადაც არაფერი არ დგას, აგერ დგას ნიშანი, რომ არ უნდა შეხვიდე. მზად არ არის მანქანა. მაინც რო შედიხარ, მე არც დაზღვევა მუშაობს მაღაზიაზე და მოკლედ ახლა ის ჩინელები ისე დღეში არიან, რომ ღმერთო არასდროს არ ჩამოგდო ეგეთი შარში, იმიტომ რომ სადა ნაქირავი მანქანაზე აი გამბები, როცა წყლით ავსებ არის ძალიან ცუდი და რთული. დავტოვეთ ეს ზღაპრული ადგილი და გზა გავაგრძელეთ F210-ისკენ. აქ კი ნამდვილად ვიცით, რომ დიდი გამოცდა ელის ჩვენს მანქანაზე. აქ ბევრი მდინარე გვექნება გადასალახი. ისლანდიაში ყოველთვის ჯობს ასეთი გზები დილით ადრევე გადაიარო. იქამდე სანამ დაიწყება მყინვარების დნობა და წყლის დონე აიწევს. გულწრფელად რომ გითხრათ, გუშინ ჩინელების შემთხვევა მეც არ გამიჩინა კარგი გრძნობები, ამიტომ მთელი სიფრთხილით გავაგრძელე გზა. მოვიდა დრონით. ჩვენ უკვე კუნძულის შუა გულში ვართ, იქ სადაც ყველა მხარეს დაუჯერებელი სილამაზეა და სწორედ ამ ჯადოსნური გარემოს გამო ამ ადგილებში გადაიღეს სამეფო კარის თამაშები, ვარსკვლავური ომები, ინტერსტელარი და სხვა ბევრი ჩვენთვის ნაცნობი ფილმი თუ სერიალი. დაგომა მიდი სად წამოგიყვანე პეპენა ერთი ხელის მუხრუჯის პრობლემები აქვს და აღარ ვხმარობთ დანარჩენი ყველაფერი მწყობრშია ჯერჯერობით ძალიან დიდი მდინარე არ გადაგვივლია ნუ იყო რაღაცა პატარა მანქანა შეიძლება რთული იყოს მაგრამ ის წინა მაგრამ ეს ჩვენთვის ძირითადად იმ ადგილზე სადაც ადგილობრივმა შეგვაშინა ეს არის ნადნობი წყალი მოდის და მე უცბად იმატებსო რა და მე ვიდეო მაქვს ნახი სადაც უნიმოგით დადიან რა უნიმოგი არის მერსედესის დიდი
მანქანა ბატონო. ეხა ისეთი ტემპერატურაა გარეთ. ეს ძალიან ციო. რომ იმედი მაქვს რომ არ გადნებოდა. და გუში რასაც უყურე მე ამ ჩინელებს ცოტა არ იყოს აი ნახოთ ამიტომ ეგ დამემართოს ვერ დამემართება იმიტომ რომ შნორკელი გვაქვს მაგრამ ის დიზელი იყო და ეს ბენზინია ეს მაიყო ახლა ელოდება სეირს შეძლებ თუ ვერ შეძლებ ისინი ვერ გადმოდიან და ეხლა ჩვენ გავდა გაიგო. ეს არ იქნება პრობლემა რა. რავი. კავკასიელები ვართ. რამე შეძლებ დაждები თუ მე დავждე. არ ვიცი. აი მე დავждე. ანუ თან დრონი უნდა მართოს და თან დინარი უნდა გადაგოდეს. უნდა გამოიშტეროს. იმედია ხიდი არ გვჭირდება შიგნით. ამის გამოვამფრენ ეს დრონი. ეს რა გართობა. თუ მიყურებ ეს კაცი. ბატონო ჩემო, ძალიან უხოთ კარგად. თითოეული მანქანა რომელიც ამ გზებზე დადის სერიოზულ გამოცდას გადის. ბევრ მოგზაურს გონია რომ 4-4-ზე მანქანა საკმარისია, მაგრამ ჰაილენდებზე ეს ასე არ მუშაობს. არ იმუშავა ჩინელების შემთხვევაშიც და არ იმუშავა ამ მანქანის შემთხვევაშიც. მივადექით ახალ მდინარეს. მდინარეში გაჭრილი საბურავის გამო დაიტბორა და შემთხვევით მოგზაურმა კემპერით გამოიყვანა. You have a big rocks on the in front. I think you need to turn like that, okay? Me, I did from that doesn't matter, but you need to turn by the left, okay? Okay, can you show me? Okay. ნახოს სად არის დიდი ქვები. Okay. You see? Yeah. It's finished rocks, okay? But you have a hole after, and here. Another here. Yes, I have two on the right. It's not deep. The deeper was here, I think. But no, with your car is not an issue. მდინარესთან ერთად არის ძალიან დიდი კლდეები. ამოშვერილი და რაღაც იმებში უნდა გავიაროთ, რომ არ წამოვედოთ ამ ყველაფერს. შენთან გინდა რომ დრონი აუშვა? ხო, თან უნდა ვნახოთ. ეს გათიშე ბამპერიც გავფუჭები ამ მანქანას. What? I don't know. You need to feel now. It's for in the back. წელი ამბები აქ. მოკლედ. გამოთრია? კაი თავგადასავალი გველისა. ამან გამოათრია, ხო? და მაგ გამოთრევაში გავფუჭა ბამპერი. ნუ არა უშავს ბამპერი. საბურავიც გაფუჭებული ხა წევენ. ჩვენ გვეშინია? Oh, let's see. ეს ჩარტე ისა. გადაუდი რა. ან ძალიან დიდია, ესეთ დიდ წრეზე უნდა წავიდეთ. ხოჯობია წრე. წრეზე უკვე მე შეიძლება სიღრმე მოიმატოს, მან დარავინ არ დადის და. The question is, do you need to go between these two rocks or after this one? Turn on four and Yes, four-wheel drive, deflock, all. ყველაფერი ჩართეო? Of course. In any case, you must prepare the problem. If you arrive and you are stuck and it's too late to put the login, to put all. You're totally right. In front of issue of problem, you need to engage all the time. Everything will be okay. And slowly. Yeah. You have four wheels. In any case, the four wheels must stay on the ground. If one wheel is spinning, it means you are losing power. Okay? Anytime, four wheels on the ground. Okay. Are you filming me? We are. Thank you. Thank you. I will try. Bye.
აქ ყველაზე რთული სწორედ მდინარეების გადალახვაა. ჰაილენდებზე არც ერთი მდინარე არ არის მუდმივი. წყლის დონე შეიძლება 1 საათში გაორმაგდეს, თუ კი მზე მყინვარს მიადგა. დნობა იწყება და იმავე დღეს ჩდება ახალი ნაკადები, რომელიც რუკაზე არ არის მონიშნული. არა. კითხის. მირიან რაღაცას კიძახის. რა? შუაში გაატარა. იქან იქ იყო და შენ შუაში გაიარეო. სწორედ ამიტომაც არის, რომ ამ გზებზე ადგილობრივი მძღოლები ყოველთვის ამბობენ, გზის ცოდნა არაფერს ნიშნავს თუ ამინდი არ იცი. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავში წნევას, მანქანის სიმაღლეს და დადაბლების ქონას, ეგრეთ წოდებულ რაზატკას. კარგად მომზადებული მანქანა გადალახოს მდინარეებს მშვიდად. რა? Thank you. ეს ევროპელები ხო რაღაცნაირი ხალხი. ამოვისურთ ხო? შეიძლება ამოვისურთ. რა იყო ამოსასუთკი იმ კლდეებსაც გადაულიდი და გადმოვივიდი. მირიან, არა მირიან, როგორ გათამაშებდა ხედავდი? ერთად ეს ხალხი ჩამოიყვანა ჩვენ ქვეყანაში შეება გაგიჟდი. ამ ყველაფერს ხიდის გარეშე გადმოვივლი და ჩაულებრივად. ნუ არა, ცოტა საშიში იყო. საკმაოდ საშიში იყო. არა, საშიში არ იყო. ეს იყო ტყუილად თავის ატკიება, რომ რამე მომხდარიყო, თორე ისეთი არაფერი არ იყო, ეხა ეს რომ ისლანდიის ჰაილენდები ეს არის ტერიტორია, სადაც თითქმის არაფერია აშენებული. არა იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ მოასრო, არამედ იმიტომ, რომ აქ უბრალოდ არაფერი ძლებს. ზამთარში გზა იკეტება თოვლით, ზაფხულში მდინარეებით, ამიტომ ეს ტერიტორია რჩება ცარიელი, დაუსახლებელი სივრცე, სადაც ბუნება არა რომანტიკული დეკორი, არამედ ფუნქციურად ცოცხალი სისტემაა. მართალია ჩვენ უმეტეს შემთხვევაში მარტივად გადავლახეთ ყველა დაბრკოლება, მაგრამ ბოლოს შევხვდით ისეთ წინაღობას, რომლის გადალახვაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა. გზა, რომლითაც ისლანდიის ჰაილენდებზე ყველაზე ლამაზი ადგილი უნდა გვენახა, დაკეტილი დაგვხვდა. იქ მყოფმა ფრანგებმა გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე საკმაოდ ადებული იყო და მისი გადალახვა ძალიან დიდ რისკს შეიცავდა. ამ მომენტში ყველაზე მეტად მჭირდებოდა მეორე მანქანის ყოფნა. ეს მომცემდა უფრო დიდ გულს, რომ მეტი გამერისკა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ტაკომა ვიყავით. ვერ ვხედავდი გამოსავალს, რადგან ამდენი დღის გავლილ გზას უკან ვერ გავივლიდით. წინ კი დიდი საფრთხე იყო. მაგრამ არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ საქართველოში გაზრდის და თუშეთის გზებზე გამორწთობილს ამიყივლდა ის მეოთხედი თუშურის სისხლი და კიდევ ერთხელ ავუარეთ აკრძალვის ნიშანს გვერდი. შეიძლება ვერ წარმოიდგინოთ, მაგრამ როცა ამხელა რისკის წინ დგები, საკმაოდ ბევრს ფიქრობ. ფიქრობ ყველაფერზე, რომ აქ ჩარჩენას სიკვდილის საფრთხესთან ერთად ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას და დატბორვას. მანქანის დატბორვა და აპარატურის დაკარგვაც კი წარმოუდგენელ სირთულეებს გამოიწვევდა. წარმოიდგინეთ ისლანდიაში ჰაილენდებზე გაფრჩებული მანქანა, რომელიც საქართველოშია ჩამოსაყვანი. იქ სადაც პირველად ხარ რთულია განსაზღვრო მდინარეში რა ხდება, რა რელიეფია, რამდენად ღრმა არის, ან რამდენად არის რისკი რომ ჩარჩე. სწორედ ამიტომ ცადეთ წინა საბურავების ჩაყოფა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ მანქანას ქვემოდან მიწა არ გამოეცალა და ამ დროს იყო ბოლომდე ჩაჭერა. ჩვენ ვიდექით ვულკანურ ქანებზე, სადაც უზარმაზარი ლოდიც კი უმსუბუქესია. აქ მდინარეს მიაქვს მთელი ეს ზედაპირი და გაჩერება ნიშნავდა უფრო მეტად ჩაფლობას. წინ ტაკომა წინ, ეს არის ამ მანქანის ისტორია, რომელიც ამ წუთებში იწერებოდა. ეს იყო წამი, როცა ყველაფერი ერთად მოხდა. შიში, კონცენტრაცია და გადაწყვეტილება. სწორედ ამ მომენტში იჩენს თავს ის, რის გამოც ამ მანქანას პატივსცემ. მისი გამძლეობა და გამბედაობა. თითქოს თვითონაც კი ხვდებოდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ამჯერად გადავრჩი. ტოიოტამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გზა და იქია, რომ სადაც სხვაები შეიძლება გაჩერდნენ. This speedboat to Arani. Please, I have been sir გამოიწერს, არ ვიცი, ჯოჯოხეთში მოხდება. აი ტაკობა უნდა გამოიწერათ ყველა.
უნაკვალებს და იტყვის რომ მეტნეულია, გადავული მეც და მე ჩარჩება შიგნით. როცა მდინარე უკან მოვიტოვეთ, პირველი ის გავიაზრე, რომ ეს არ იყო მხოლოდ გზა დანიშნულებისკენ. ეს იყო გზა საკუთარ შიშებთან შესახვედრად და ამ შიშების დაძლევისგან გამოყოფილ ადრენალინს ხშირად კარგთან ერთად ცუდი პრეცედენტებიც მოაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავჭით და ვაგრძელებთ გზას. აი ეს რა წყალია ანუ ცოტა შნორკაშიც გვაქვს ჩასხმული მაგრამ არაფერია კუნძულის ამ მიდამოებს მეცნიერები ხშირად ექსპედიციებისთვის იყენებენ. ეს განსაკუთრებით ხშირი გახდა მე-20 საუკუნიდან, როცა NASA-მაც კი აქ ჩაატარა საველე კვლევები. რადგან ეს ლანდშაფტი ყველაზე მეტად გავს მარსის ზედაპირს. ვულკანური ქვიშა, ხავსის სუსტი საფარი და წყლის ნაკლებობა ქმნის ერთ-ერთ ყველაზე უცხო გარემოს ჩვენს პლანეტაზე. აგზელებ მოძრაობას ამ უსიცოცხლო ველებზე და შუაგულში ხედავ ყველაზე შთამბეჭდავ მთა მაელეფეტს. მას აქვს თითქმის იდეალური კონუსური ფორმა და დაფარულია ხავსით, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვით ჩნდება. დანარჩენი დროის განმავლობაში ეს ადგილი უბრალოდ დახურულია მნახველებისთვის. მთის ფორმა იმდენად მკაფიოა, რომ ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ბუნებრივი ნავიგაციის წერტილი. ერთგვარი კომპასის ნიშანი მოგზაურებისთვის. გეოდეზისტებისთვის ეს იყო საოცნებო წერტილი, რადგან მისი ფორმა ხილვადია 1000 კილომეტრზე. ისეთივე გამორჩეულია შავი ქვიშის ფონზე, როგორც შუქურა ზღვაში. ეს მთა გეოლოგიურად ახალგაზრდა წარმონაქმნია, ვულკანი, რომელიც გაჩნდა მაშინ, როცა მყინვარმა უკან დაიხია და მიწა განთავისუფლდა. ამ მთის გარშემო არსებული ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასავლელი ადგილია ამ ქვეყანაში. აქ არც ერთი მდინარე არ მიედინება ერთი და იგივე მიმართულებით. გეოლოგები მაელეფეტს ხშირად მოიხსენებენ როგორც მთას, რომელიც არ დასრულებულა. მისი ფორმა მზარდია. წვეროს ქვეშ ჯერ კიდევ არის თბილი ქანების სისტემა, რომელიც დრო და დრო მოძრაობს, თუმცა ამჟამად არანაირი ვულკანური აქტივობა არ ფიქსირდება. ისლანდიელები ამ გზას გადიოდნენ ცხენებით, გადმოდიოდნენ მდინარეებზე და ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდებოდნენ. ამბობენ, რომ ვინც ჰაილენდებზე მარტო მიდიოდა, ყოველთვის ბრუნდებოდა სხვანაირი. იმიტომ არა, რომ რაიმე განსაკუთრებული ან მისტიკური ხდებოდა, უბრალოდ ეს გარემო ადამიანს ცვლის და ეს ცვლილებაა, რომელიც ადამიანს უფრო მტკიცეს ხდის. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ჰაილენდებზე ისლანდიის, ჯერ ისლანდიაში ვართ, მაგრამ აი აქ აღარ მოვალთ და არის წარმოუდგენელი. ვინც ისლანდიაში ნამყოფი ხართ და აქ არ ამოსულხართ, ჩათვალეთ რომ ნახევარი ისლანდია ნანახი არ გაქვთ. იმიტომ რომ წარმოიდგინე რომ აი ახლა არის ისეთი ზედაპირი, სულ შავი მიწა, გეკონება სხვა პლანეტის რაღაც მითოეულ პლანეტაზე ჩამოვარდი ესე უცბად. არის წარმოუდგენელი, ულამაზესი, ველური, შედარებით ველური. და მოკლედ ყველას ძალიან დიდი რეკომენდაცია აი აქ სამოგზაუროდ. არის აი არ ვიცი რა, ამ ემოციებს ალბათ როდესმე თავს მოუკრავ და შევეცდები რომ გადმოგცეთ ვიდეოთი. ბევრ რაღაცას ვერ ვიღებთ კარგად, ბევრ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ბევრი მიზეზები არის მოკლედ, მაგრამ მაქსიმუმს ვცდილობთ ყოველ ღამეს გარეთ ვათენებთ, რომ ეს ყველაფერი კარგად გადავიღოთ.
რამდენად რისკიანი ხარ, როცა ხედავ, რომ ერთადერთი მანქანა არის და ისიც უკან არის დარჩენილი. მაგრამ ასე არ გამოვედო მაგის მაშინ. ოპა. შეიძლება ჭკვიანეს განსაზღვრავს იქ თავში საფარი დაგხვდება თუ არა. თუ არ დაგხვდება, ესე კი არა ჭკვიანები. მან ზაშინაური პონჩი მოუჭერთ, მაგრამ ცეცხლი უნთიათ. ძალიან გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ ყველაზე რთული და ცივი ღამე აქ გავატარეთ. ადგილზე მისულს მასპინძელმა გთხოვა, რომ ცოტა უფრო შორს გადავსულიყავით, რადგან ადგილობრივები იყვნენ იქ შეკრებილი და დავბანაკდით ადგილზე, სადაც საერთოდ არაფერი არ იყო გარშემო. რა თქმა უნდა, საღამოდან ძალიან ძლიერი ქარიშხალიც დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში ვერ შევძლებთ, რომ გამოგვეძინამ. არავი ქარს არ ატარებს, მაგრამ სიცივესთან უძლური იყო. ღამის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დავარდა, სწორედ ამიტომ გათენდა თუ არა პირველი რაც ვქენით. ჩამოვკეტეთ ჩვენი აღჭურვილობა და ვეცადეთ დაგვეკარგა სიმაღლე, რათა შედარებით უკეთესი ტემპერატურა ყოფილიყო. ბაშალის კარავი. კატასტროფა ხდება, ვაიმე! ევაკუაცია. აი ეს 6 გრადუსი არის, ახლა 0 მინიმუმ. და ძალიან ცივა, ძალიან სulisავლაგდით. ძალიან მაღლა ვართ და ყველაზე ცუდი ღამე და ყველაზე ცივი ღამე და ყველაზე ცივი დილა გქონდა ისლანდიაში. აი კატასტროფა იყო. ქარიშხალი არის გარეთ. მთელი ღამე გაგვაგიჟა. არც პირდაგვანი არაფერი, ეხ პირდაპირ და დავკარგოთ სიმაღლე და ჩავიდეთ დაბლა ცოტა რაღაცა მოხდეს, თორე ცოტა დაცმეს, თორე აი არ ვიცი, ზამთარში არ შემწებია ესე როგორც ახლა აი აქ ხდება ეს რაღაცა სხვანაირი სიცივეა, რა გვაქვს? ყველაზე რთული. რა? ყველაზე დიდი მდინარე გვაქვს გადასავლეთ. არაფერია კაც, დაკომა ჩვენთან არის. არ ვიცი, გქონდა თუ არა იდეაში, მაგრამ თუ გინდა ჩართო, ეხლა უნდა ჩართო. ოპა. ოპა. აი მე რა ღრმა არის. აი მე რა ღრმა არის. ვინც ფიქრობთ ისლანდიის აილენდებზე მოგზაურობას, გაითვალისწინეთ, რომ აქ ზაფხულიც კი ასეთი მკაცრია და მზად უნდა იყოთ ამ ყველაფრისთვის. წლები აი ესე დავდიოდი მეც, მაგრამ ეხლა ძალიან მიჭირს აქ ყოფნა და ამდენი კილომეტრი დაახლოებით 50 კილომეტრი გვაშორებს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე. ესენი მიდიან ალბათ 15-20-ზე. და ისეთი ამინდი არის, რომ აი ნაღად არ მინდა აქ ესე სიარული. მაგრამ წლები იყო, როცა მაგ მუღამს მეც ვიჭერდი და დავდიოდი. მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცები იცვლება და მიანების მისწრაფებებიც მათ შორის. ჩვენ გამოდივართ ეფროუდებიდან, რადგან ამინდის შემდეგი დღის პროგნოზი არც ისე სახარბიელო იყო. აღარც საკმარისი საწვავი გვაქვს და მივმართებით ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკისკენ. რეიკიავიკის კემპინგზე ვართ. აი ხა ჩვენ დაგმო. და აქ არის რაღაც სტადიონი და თამაში მიდის. ამათი ცხოვრება, ამათი რეალობა ესეთია, რომ ესენი ახლა სახში არიან. ჩვენ ძალიან შორს სტუმრად. ესე იგი ჩვენ უკვე რეიკიავიკში ვართ. გუშინ ძალიან დაღლილებით ჩამოვედი და ცოტა ხანი დავისვენეთ და დღეს უკვე ასეთ ბანაკში ვართ. და ყველაზე კარგი ბანაკია და მინდა რომ დაგათვალიერებინოთ. ამაში ვიხდით $40, ორი ადამიანი და მანქანა. არის ძალიან მოწესრიგებული, ორი მხარე არის, ერთი ვანა ტუალეტი აქ არის და გასარეცხები და მეორე მხარესაც დაგათვალიერებინებთ. კარი ესეთი ჭურჭლის გასარეცხები. არის კოდებზე, რომელსაც რეგისტრაციისას გაძლევთ, თამათ ტუალეტი. არის სამზარეულოები და სიუცე, სადაც ხალხი იკრიბება. აქეთ არის ვანა ტუალეტები, როგორც ეს მეორე მხარეს.
აქეთ უკვე შემოდგომა არის, აქაც კოდებით შედიხარ. აქ არის საშრობი ოთახი. რაც არის საერცხე მანქანების საშრობები, შესანახი, ლოქერები. ასე შემდეგ. საკმაოდ კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. დღეს გეგმა გვაქვს, რომ უნდა ნახოთ ადგილობრივი ქართველები, ვინც აქ ცხოვრობს. ძალიან ესე გულით დამპატიჟეს. ძალიან ბევრი ადამიანი შეომეხმიანა, დაგპატიჟა სახში. მიგვიწვია, მაგრამ სამწუხაროდ ყველასთან ვერ ვახერხებთ. და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე მართლა მჯერა, რომ ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი აქ რო უყურებ, ერთმანეთს ხვდებიან, რაც კი ესალმებიან და ჩვენ ესე გულითადად გვეპატიჟებიან და დღეს ნახავ და გავიცნობთ ორ მათგანს, რომელიც ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი, რომ შემითანხმდა, რომ აი უეჭველი ჩემთან და ჩამოხვიდე, ასე რომ მოგზაურობაში ჩვენი მთავარი გასართობი არის რა. ჩვენი მანქანა დგას და შორი ახლოს ვართ ჩვენს და მოდიან და ნომრებს უყურებენ ეს და აკვირდებიან და 70%-მა არის ის საიდან ვართ და 30 გაკვირვებული არის, რომ საქართველოდან ხართ ნამდვილად და იქიდან ჩამოხვედით და რაღაც. უმეტესობა არის და რომ ვეუბნებით მერე ვაუ და რაღაცები, იმიტომ რომ ესეთ ნომრები გონი ისლანდიაში არც უნახავთ და თან მით უმეტეს აქ კიდევ ვინც ჩვენთან მოდის არიან ძირითადად ტურისტები და აი ასაკიანი გერმანელები მოდიან ხოლმე ყველაზე ხშირად და ძალიან ბევრი ნამყოფი არის საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში და რაღაც ეგეთ ამბებს გვიყვებიან რომ აი ჩვენ 40 წლის წინ ვიყავით და აი ესე ხდებოდა და რაღაცები და ძალიან საინტერესო არის. ყველაზე საყვარელი მომენტი არის ეგ რა, რომ დგევარ და უყურებთ შორიდან როგორ უყურებენ ნომრებს და ერთმანეთს ელაპარაკებიან საიდან არიან და რომ იგებენ მერე გეორგიას და ჯორჯიას, მერე საერთოდ სხვა ამბები იწყება ხოლმე. ისლანდიის კუნძულზე ჯამში 399,000 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა დედაქალაქ რეიკიავიკში და მის გარშემო. დანარჩენი კუნძულის უმეტესობა კი გამოირჩევა მკაცრი საცხოვრებელი პირობებით, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. რა თქმა უნდა, ამითი არა გვაქვს. ეს ვიღას უყურს. მაგრამ მაინც. აი ესე მატარებს რეიკიავიკში საუკეთესო მაგნიტის ასარჩევად. სხვა საქმე ჩვენ არ გვაქვს ცხოვრებაში და კარგი მაგნიტი გჭირდება. ხოლოდ ერთი დღით ვიყავით ჩასულები და ზუსტად იმ დღეს აღინიშნებოდა ქალაქში კულტურის ღამე. ეს არის დაახლოებით თბილისობის მსგავსი ღონისძიება. ყველა კუთხეში სცენები, საკვები, ხალხი, მუსიკა და საოცარი აურა დაგვხვდა. აქ ხალხი ცენტრალური ევროპისგან განსხვავებულია. სხვა მუსიკას უსმენენ, სხვანაირადაცვია. აქ თითქოს ცოტა წარსული მობრუნდა. 70-იანებიდან გადმოსული ხმის ინჟინერი. ამასობაში შეხვდით ქართველებს, რომლებაც მთელი გულით მიგვიღეს და გვიპატრონეს. ასევე შემთხვევით შეხვდით გემზე გაცნობილ იტალიელებს. ბევრი ვიარეთ ქალაქში, ნახეთ ქალაქის არქიტექტურას. შევიკრიბეთ რეიკიავიკში. ბოლოს მივედით საკმაოდ განსხვავებულ ადგილას. ეს არის ატრაქციონი, რომელიც საოცარ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. გაგეცინება და სამწუხაროდ გადაღება არც აქ არ შეიძლებოდა, მაგრამ თქვენთვის მაინც შევძალი რამდენიმე კადრის ჩუმად გადაღება. ეს არის ატრაქციონი, სადაც ყველანაირი ეფექტის გამოყენებით შეგიძლია რომ იფრინო, გრძნობს სუნს, შხეფებს და გადატვირთვას. თუ სადმე მოხვდებით, სადაც ამის შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად ცადეთ. ჩვენი დღეც სრულდება და ვემშვიდობებით ამ კეთილ ხალხს. ვისურვებდი, რომ აი როგორც საზღვარგარეთ ქართველები ერთმანეთს ხვდებით და გვერდში უდგევართ, ზუსტად ასეთები ვიყოთ საკუთარ ქვეყანაშიც. ამას რო შევძლებთ, ჩვენზე ძლიერი არავინ იქნება.
დავტოვეთ რეიკიავიკი. გუშინ ქართველებმა ძალიან დიდი პატივი გვცეს. და ვაგრძელებთ უკვე გემისკენ, პორტისკენ ჩtildeოეთით წრეზე წასვლას. ამინდი რა თქმა უნდა კატასტროფულია. მაგრამ კარგი აღჭურვილობა გვაქვს და არაფრის არ გვეშინია. თუ აპირებ ისლანდიაში ჩამოსვლას, ცოტა უნდა იყოს ისეთი კაცრ ბუნებასთან ადაპტირებული. უნდა იცოდე რომ მოგიწევს კარვით დარჩენა ან მანქანაში დარჩენა, მანქანის კარვის. სასტუმროები ძალიან ძვირი 300-400 ევროს ღამე და არ არის. ფიზიკურად არ არის და სადაც არის, თვეებით ადრე არის დაჯავშნილი. ანუ აქ მოსული თემა არის რომ თუ ჩამოდიხარ, ყველა არის კარვით ძირითადად და ამ კაროში ყოფნა სჭირდება ცოტა უფრო ისეთი გამძლეობა, იმიტომ რომ ხან ძლიერი ქარია, ხან ცივა, ხან წვიმს, ხან ზეარა, ყველანაირი ამინდი არის ერთ დღეში. ასე რომ ისლანდიაში ფინანსებთან ერთად გჭირდებათ ცოტა მეტი გამძლეობა, შეიძლება რამდენიმე დღე სულ წვიმა იყოს და უნდა იცოდე რომ ეს შენი რეალობა არის და ნესტი და სიცივე და წვიმა არის ჩვეულებრივი ამბავი. შევა იქნება რომ ეფროუდების ნახვამდე ნახოთ რაღაცეები, იმიტომ რომ როცა ჰაილენდებზე ზემოთ ახვალ იმის მერე არაფერი აღარ არის შტამბეშტავ, იმიტომ რომ იქ არის მთელი საოცრება და იმის მერე აქ რო ჩამოდიხარ, ნუ ლამაზია, მაგრამ ისეთი რაღაცა განსაკუთრებული შოკის მომგვრელი არა. ჩრდილოეთის გზაზე შეხვდა ფერმისა და მუზეუმის კომპლექსი, სადაც წარსული სუნი და ისტორიები ერთმანეთში ირეოდა. აქ ტორფით ნაგები სახლები ერთმანეთთან დაკავშირებულია დერეფნებით. შიგნით კი უკვე საუკუნეების წინანდელი ცხოვრებაა. საცხოვრებელი ოთახები, საწყობები, პატარა სამზარეულო, სადაც ადამიანები ცდილობდნენ შენარჩუნებინათ სითბო მკაცრ კლიმატში. ეს ადგილი ტურისტულია, მაგრამ ნამდვილად საინტერესო. ჩვენ ძალიან ადრე მოვედით და შევძელით გახსნამდე დრონით ჩუმად გადაღებად. ტორფის სახლები, ქვის და ხის კონსტრუქციები ორგანულად ერწყმის გარემოს და თითოეულ ოთახში იგრძნობა ყოველდღიური ცხოვრება, როგორ იყო წარსულში. აქ არ არის მხოლოდ შენობები, აქ არის დრო, რომელიც ჩვენთვის შეჩერდა და გვაძლევს საშუალებას შევიგრძნოთ, როგორ ცხოვრობდნენ ისლანდიელი ადამიანები, როგორ ებრძოდნენ კლიმატს, როგორ უვლიდნენ ოჯახს, როგორ აგრძელებდნენ რწმენას და ტრადიციას. გზად გემისკენ შეხვდით ულამაზეს კრატერს. ამაზე დიდ და მასშტაბური ამოგზაურებაში არაფერი გვინახავს. აქაურობა იმდენად ლამაზია, რომ რთულია მოწდე და პირდაპირ გააგრძელო გზა. ეს კრატერი დაახლოებით 2500 წლის წინ სუბვულკანური აფეთქების შედეგად გაჩნდა. მისი დიამეტრი 1 კილომეტრზე მეტია, სიმაღლე კი 140 მეტრს აღწევს. ეს კრატერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შემონახულ კონუსური ფორმის ვულკანს, რომელიც ძირითადად აფეთქების შედეგად არის წარმოქმნილი. შედგება ფერფლის, ლავის ფრაგმენტების და ვულკანური ჭავლისგან. კრატერის ასეთი მასშტაბი ერთ-ერთი გამორჩეული არა მხოლოდ ისლანდიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კრატერი მჭიდროდ არის დაკავშირებული ადგილობრივ მითოლოგიასთან. ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა მიწის დემონმა შექმნა წრის ფორმის კრატერი, რათა თავისი ძალა აესახა ზედაპირზე. ასევე არსებობს ისლანდიური თქმულებაც, რომ ეს კრატერი არის მიწის ტაძარი, ადგილი, სადაც ადამიანები ადრე რიტუალებს ატარებდნენ. დათვლიდნენ, რომ კრატერის გარშემო დგომა უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის დაცვას. ზოგი ამბობდა, რომ თუ ვინმე ჩქარობს და არსცემს პატივს კრატერს, მიწის ძალები დაასჯიდნენ მას. სამყარო უცნაურად მოექცევდა მის ცხოვრებას. ამ ლეგენდებს აქვთ ერთი საერთო მელანქოლიური ნოტა. კრატერის ვიზუალი, მისი სიმაღლე და მასშტაბი ადამიანებში უჩვეულო განცდებს იწვევს. ის თითქოს გვახსენებს, რომ ბუნება ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ და ეს კრატერი ამ დიდების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. სახლისკენ მიმავალ გზაზე გავიცანით ფრანგი ფოტოგრაფი ედრიენი. ის ჩვენზე ადრე ჩავიდა ისლანდიაში და საკუთარი თვალით ნახა მოქმედი ვულკანი. ლავა არის დედამიწის სისხლი, რომელიც ზედაპირზე გამოდის და თან მოაქვს სითბო. You see what? When you begin to travel from Georgia to Iceland, the volcano was still active.
But when you arrived, it was finished 5 days ago. It's a shame for you, but I had the chance to film it, and it was amazing. It was, I think, one of the best captation I do in my life. To feel during the night, to see the red light, to see the lava very close to me at 1 meter. It's incredible. The sensation you have when you made it, it's amazing. And I am filming a lot in my life, but this time, this moment, I will keep in my mind all my life. Adrian-თან ერთად შემდეგი რამდენიმე დღე გავატარეთ და ვიცი რომ ახლაც გვიყურებს. შეიძლება არც კი ესმის რას ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც გვიყურებს. Adrian იყო ის ადამიანი, რომელმაც ამდენ თვიანი მომზადების და მოგზაურობის შემდეგ, მაშინ როცა ყველანაირი ძალა ამოწურული მქონდა, მომცა ახალი мотивация. мотивация იმის, რომ მიიღო ახალი გამოწვევები და არ შევჩერდები. იმედია მალე დადგება ის დრო, როცა მას ჩვენს ქვეყანაშიც ვიხილავთ. So I'm Adrien, a French photographer from Bordeaux, and I manage Nordic Photo Adventure, Drone 33. ჩვენ ისლანდიაში მოგზაურობა სრულდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ეს პატარა ქალაქი, სადაც პირველად დავდგით ფეხი, ახლა თითქოს სულ სხვაა. ან ჩვენ შევიცვალეთ. ყველა ეს კადრი, რომელსაც ახლა რამდენიმე თვის მერე გავამონტაჟებ, არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. ყველაფერი კადრებად დამჩა. ეს ცივი დღეები, ქარის ხმა, ჩვენი დაღლილი სიცილი და ის პატარა გამარჯვებები, რომლებიც გზაზე გვქონდა. ახლა ნამდვილად ზუსტად ვიცი ამ ყველაფრის ფასი. გადაღების მიღმა იყო სირთულეები, უიმედო მომენტები, გაყინული ხელები, დაზიანებული ტექნიკა და დაღლილობა. მაგრამ მიხარია, რომ ეს ყველაფერი გამოვიდა, რომ არ შევშინდით, რომ არ შევჩერდით და გავიარეთ ეს ყველაფერი. ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც ჩვენ შეგვცვალა. დაგვიტოვა რაღაც, რასაც ვერც სიტყვებით აღწერ და ვერც კამერით გადაიღებ. ვიცი, რომ მომავალშიც გველოდება დიდი თავგადასავლები, მაგრამ ეს პირველი იყო, რაც არასდროს განმეორდება. პირველი ყოველთვის უფრო ყველაზე ძლიერად რჩება. ეს იყო ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე სუფთა და გულწრფელი მოგზაურობა. ეს იყო ცეცხლისა და ყინულის მიწა. ეს იყო ისლანდია.